დღეს აფხაზეთობა და მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე აღინიშნება. სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით 23 მაისი აფხაზეთის დღედ 2014 წელს დადგინდა. ამასთან დაკავშირებით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან გალობლიშვილი აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად სამების საკათედრო ტაძარში წირვას დაესწრო. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მებრძოლთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი და შვიდობისა და ერთობის პარაკლისი გადაიხადა. გილოცავთ დღევანდელ დღეს წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებას და აფხაზეთობას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი სახელმწიფოც, ქვეყანაც, ხალხიც შვიდობისკენ არის მიმართული. ეს არის პირობა იმისა, რომ ქვეყანა გამძლიანდეს, გაძლიერდეს. სახელმწიფო მაშინ ძლიერდება, როდესაც მისი მოქალაქეები ერთად შრომობენ, ერთად ლოცულობენ, ერთად აშენებენ მომავალს. მხოლოდ ეს არის საწინდარი იმისა, რომ ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც შეძლებენ ძმურად თანაცხოვრებას. ეს დღე დევნილობაში მყოფი საზოგადოებისთვის ერთიანობის, წმენისა და იმედის დღეა, რომელიც სავსეა მოგონებებით, ნოსტალგიითა და საკუთარ სახლებში დაბრუნების სურვილით. დღეს არის წმინდა მოციქული სვიმონ კანანელის დღე, მისი მოღვაწეობა ეფუძნება იმ სიყვარულს, ურთიერთმიტევებას და მშვიდობას. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ჩვენ ამ დღეს აღნიშნავთ ჩვენს აფხაზდებთან და ძმებთან ერთად. ვლოცავთ სრულიად საქართველოს, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი დღეა, გამომდინარე იქიდან, რომ სწორედ სვიმონ კანანელი საფლავი მდებარეობს აფხაზეთში და დღევანდელი დღე ერთგვარი მადლიერების გამოხატულებაც არის ქართველი ადამიანისა, რომელიც განადიდებს უფალს და მადლიერებას გამოხატავს ამ წმინდანისადმი, რომელმაც საქართველოში მართლმადიდებლობა იქადაგა. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს საქართველოსთვის. მინდა რომ განსაკუთრებით მიულოცო აფხაზეთიდან მყოფ მოსახლეობას და უსურვო სვიმონ კანანელის მადლით, ღვთისმადლით, მშვიდობით, ერთობით დაბრუნებულიყვნენ ჩვენს ულამაზეს ქართულ კუთხეში აფხაზეთში.